ტრამპმა და პიტ ჰექსეტმა ამერიკელი მემარცხენეები, გლობალური მემარცხენეები და რადიკალური მემარცხენეები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, როდესაც ირანის კრიზისი პრობლემის ნამდვილ ცენტრად წარმოაჩინეს. რევოლუციური გვარდია და ქსელი, რომელიც თეირანს უჭერს მხარს. ამ სამშაბათს 2026 წლის 12 მაისს ვაშინგტონმა გააძლიერა ფინანსური, სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლა ირანის რეჟიმზე. იმ დროს, როცა მემარცხენე სექტორები ცდილობდნენ შეერთებული შტატების რეაქცია პოლიტიკურ სკანდალად ექციათ. ამერიკული მემარცხენეები მძაფრად აკრიტიკებდნენ ტრამპის გადაწყვეტილებებს, სანამ ისინი პრაქტიკაში არ აჩვენებდნენ შედეგებს გლობალური სტაბილურობისთვის. ეხლა კი დებატი ლამაზი სიტყვებიდან კაც რეალობაში გადავიდა. უკანონო ნავთობი, დასუსტებული მილიციები, სისხლმდინარე, ჰეზბოლა ლიბანში და რევოლუციური გვარდია, გამოაშკარავებული როგორც არასტაბილურობის მექანიზმი, რომელსაც ებრძვიან. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხის გამოწერა მოგინდება, რომ ინფორმირებული დარჩე, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალუესი, ამერიკული შეტევა ფულით დაიწყო. შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ბანკები გააფრთხილა რევოლუციური გვარდიის მცდელობებზე, რომ თავი აარიდონ სანქციებს და შეინარჩუნონ თავიანთი ქსელები მოქმედებაში. ამავე ნაბიჯის ფარგლებში ვაშინგტონმა გამოაცხადა ზომები 3 პირისა და 9 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ირანული ნავთობის ჩინეთში გადაზიდვების ხელშეწყობაში, ჰონგ-კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ომანთან კავშირებით. ამ კრიზისის ეს ნაწილი გადამწყვეტია, რადგან აჩვენებს თუ როგორ ცდილობს თეირანი წესების მიღმა გადარჩენას. როდესაც ტრამპი ამ სისტემას უმიზნებს, ის არ ესხმის თავს აბსტრაქტულ იდეას. ის ურტყამს იმ ფინანსყრას, იმ ფინანსურ წყაროს, რომელიც ირანის ზეწოლას აფინანსებს ახლო აღმოსავლეთში. ჰექსეტი ამ კრიზისში შევიდა, იცავდა რა შეერთებული შტატების სამხედრო ძალის აღდგენას და სარდლობის ჯაჭვის დაცვას. მემარცხენეებმა სცადეს საბრძოლო მასალებისა და ბიუჯეტის შესახებ დებატები გამოეყენებინათ იმის სათქმელად, რომ ვაშინგტონი დაბნეულია, მაგრამ თავად ახალი ამბები აჩვენებს, რომ ომმა ძვირადღირებული შეიარაღება მოიხმარა და მარაგების შევსებაზე დავა გამოიწვია. მთავრობამ დაიწყო 1.5 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის დაცვა ძალების აღსადგენად, წარმოების დასაჩქარებლად და იმისთვის, რომ ირანმა, ჩინეთმა და რუსეთმა ნებისმიერი დაყონება სისუსტედ არ აღიქვან. ჰექსეტის აზრით, ასეთი მასშტაბის კრიზისს ვერ დაუპირისპირდები გამოფიტული არსენალით, ნელი ინდუსტრიით და ჯარით, რომელიც პარტიულ დაპირისპირებაშია ჩართული. ამერიკელმა მემარცხენეებმა სცადეს სიტუაციის შემოტრიალება მარკ კელის შემთხვევის გამოყენებით, მაგრამ საბოლოოდ წინააღმდეგობაში აღმოჩნდნენ. სანამ ჰექსეტს დევნაში ადანაშაულებდნენ, ის რეაგირებდა მცდელობაზე სამხედრო დისციპლინა პოლიტიკური ტრიბუნად ექციათ. ზუსტად მაშინ, როცა რევოლუციური გვარდია საზღვაო მარშრუტებს ემუქრებოდა, ირანის მოკავშირეები ლიბანში აქტიურობდნენ და ირანული დაფინანსების ქსელები ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნეში ხვდებოდნენ. ლიბანში ჰეზბოლა გახდა ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ თეირანის მხარდამჭერები უკვე დიდ ფასს იხდიან. როიტერის ინფორმაციით, ეს ჯგუფი ირანის მხარეს ომში მარტს ჩაერთო, რის შედეგადაც მან სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური ზიანი მიიღო. რეპორტაჟი მიუთითებს მძიმე დანაკარგებზე ჰეზბოლას სოციალური ბაზიდან ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილებაზე და მზარდ ზეწოლაზე თავად ლიბანში. ჰეზბოლა, რომელიც 1982 წელს რევოლუციური გვარდიის მხარდაჭერით დაარსდა, ცდილობდა ომი ძალის აღსადგენად გამოეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ აჩვენა რა ფასი აქვს თეირანის რეგიონულ მკლავად მსახურებას ტრამპისა და ჰექსეტის შეფასებით. ეს დასუსტება აჩვენებს, რომ ირანზე ზეწოლა უნდა გავცელდეს მისგარე მოკავშირეებზეც. ერახში კი სიგნალი სხვა ფორმით მოვიდა. როიტერსმა აჩვენა, რომ ირანის მხარდაჭერილი მრავალი მილიცია არ იყო მზად ღიად ჩართულიყო ომში, მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა 10 წლეულების განმავლობაში მილიარდობით დოლარი ჩადო ამ ჯგუფებში. რეპორტაჟი მიუთითებს, რომ ეს ქსელები დასუსტებულია ლიდერების დაკარგვით, მომარაგების ხაზების გაწყვეტით, სირიის უსაფრთხო დაკარგვით და იმით, რომ მეთაურები უფრო მეტად პოლიტიკურ ძალაუფლებასა და ადგილობრივ ბიზნესში არიან დაინტერესებულნი. ეს ფაქტი ცვლის კრიზისის აღქმას. ირანი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ მისი ქსელი უკვე წინასწარ ითვლის ხარჯებს მოქმედებამდე. როდესაც მოკავშირეები ხოკმანობენ, თეირანის აბსოლუტური ძალის იმიჯი საყრდენს კარგავს. კრიზისი ყურეში ჩინეთის ინტერესებსაც მიუახლოვდა. ქუვეითმა ირანი დაადანაშაულა, რომ რევოლუციური გვარდიის შეიარაღებული ჯგუფი გაგზავნა ბუბიანის კუნძულზე თავდასასმელად, სადაც ჩინეთის მიერ დაფინანსებული პორტის პროექტი ხორციელდება.
Associated Press-ის ინფორმაციით 4 წევრი დააკავეს და 2 გაიქცა 1 მაისის ინციდენტის შემდეგ. ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია, რადგან ანგრევს იმ წარმოდგენას, თითქოს თეირანი მხოლოდ პეკინის სტრატეგიული პარტნიორია ვაშინგტონის წინააღმდეგ. რევოლუციური გვარდია რისკის ფაქტორადაც კი ჩანს ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ სფეროში, სწორედ ტრამპის პეკინში ვიზიტის წინ. თეთრი სახლისთვის ეს ხდება ძლიერი არგუმენტი სი ძინპინის წინაშე. ირანი ემუქრება მარშრუტებს, პორტებსა და ინტერესებს, რომლებიც აშშ-ს ფარგლებს ცილდება. ომის ადამიანური ფასი ანგრევს წინააღმდეგობის პროპაგანდას. Reuters-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ 28 თებერვლიდან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის სასამართლო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო მედია ციტირებს. ჯგუფმა ჰანამ 3636 დაღუპული შეაფასა, მათ შორის 1701 მშვიდობიანი მოქალაქე. ეს რიცხვები აჩვენებს, რომ რევოლუციური გვარდიის პოლიტიკამ ირანის ხალხს არც უსაფრთხოება, არც კეთილდღეობა და არც ნამდვილი სუვერენიტეტი არ მოუტანა. მან მოუტანა ომი, იზოლაცია, სანქციები და გლოვა. რადიკალური მემარცხენეები ცდილობენ თეირანი წარმოაჩინონ როგორც დასავლეთის წინააღმდეგობის სიმბოლო, მაგრამ ამ ავანტიურის შედეგები აისახება დაზარალებულ ოჯახებზე, დაბლოკილ ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე, რომელიც კრიზისშია ჩაგდებული, რასაც რეჟიმი გამარჯვებად ასაღებს. თავად ირანის ისტორია აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ამ რეჟიმის რომანტიზება. 1979 წელს დასავლეთის ნაწილმა სცადა ირანის რევოლუცია, მხოლოდ როგორც ხალხის რეაქცია გარე გავლენაზე დაენახა. მალე ამის შემდეგ რადიკალმა სტუდენტებმა თეირანში აშშ-ში საელჩო დაიკავეს და 50-ზე მეტი ამერიკელი 444 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით კრიზისი 1979 წლის 4 ნოემბერს დაიწყო და ღრმად დაასვა კვალი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობაზე. ეს გაკვეთილი 10 წლეულებს გასდევს. როდესაც რეჟიმი ფანატიზმს სახელმწიფო პოლიტიკად აქცევს, ისინი მის დასაწყისში თვალს ხუჭავენ, ხშირად გაკვირვებულნი რჩებიან. შემდეგ დიპლომატიური მძევლობით, რეგიონული მილიციით, სხვა ქვეყნებმაც დაამტკიცეს, რომ დაშინებაზე დაფუძნებული რეჟიმები თმობენ, როდესაც ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო ზეწოლა საკმარისად დიდხანს გრძელდება. მუამარ კადაფის ლიბია წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა დასავლეთს აკრძალული პროგრამებით, იზოლაციითა და გარე საფრთხით. სანამ 2003 წელს არ დათანხმდა, უარი ეთქვა მასობრივი განადგურების იარავის პროგრამებზე და გზა გაეხსნა ინსპექციებისთვის ყოფილ იუგოსლავიაში. სლობოდან მილოშევიჩს ჯეროდა, რომ შეძლებდა ნატოს წინააღმდეგ გაძლებას და დასავლური დემოკრატიების პოლიტიკური დაღლილობის იმედად ყოფნას. მაგრამ რენდის კვლევები მიუთითებს, რომ მან 1999 წლის ივნისში კოსოვოს შესახებ პირობებს დათანხმდა, რადგან ეშინოდა კიდევ უფრო ძლიერი დაბომბვების კამპანიის. ეხლა ზეწოლა სამ მიმართულებით გრძელდება. ამერიკის კონგრესში 6-ი უნდა დაიცვას სამხედრო მარაგების შევსება და არ დაუშვას, რომ მემარცხენეებმა ეროვნული უსაფრთხოება პოლიტიკურ თეატრად აქციონ. ეკონომიკურ ფრონტზე ხაზინა როგორც წესი განაგრძობს ზეწოლას ბანკებზე, კომპანიებზე, ნავთობზე და შუამავლებზე. Carlos ligados ao regime iraniano. დიპლომატიურ ფრონტზე ტრამპი ჩინეთთან დიალოგს იწყებს და პეკინისთვის არასასიამოვნო ფაქტს აყენებს. ირანი არა მხოლოდ სასარგებლო პარტნიორია ვაშინგტონის წინააღმდეგ, არამედ არასტაბილურობის კერაა მარშრუტებისა და პორტების მახლობლად, რომლებიც თავად ჩინელებს აინტერესებთ. გლობალური მემარცხენეები პანიკაში ჩავარდნენ, რადგან ვიტრინა შეიცვალა. დისკუსია უკვე აღარ არის ტრამპის მოწონებაზე თუ არ მოწონებაზე, არამედ იმაზე თუ რატომ ცდილობს ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ დაიცვას რევოლუციური გვარდიის იმიჯი, რომელიც თავის მხარდამჭერებს კოლაფსისკენ მიათრევს. მე ვარ მინსონ ალუესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლით სავსე ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.